როდესაც ასეთ დონეზე ვართ ყველამდე ტალახში, როდესაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა ჩვენ ერთმანეთთან სიმართლის არ ლაპარაკი, საქმის არ გარჩევა, ეთერში ან პოლიტიკურ დონეზე ვიძახი, ვინ ტყვანია, ვინ მართალია, მაგის არ გარკვევა, პრობლემის შინაარსში არ ჩასვლა. როდესაც ეს დაგროვდა, როდესაც მე გამოვდია და რაღაც ერთ კონკრეტულ საკითხზე ვიძახი, აი არ ვიცი, შეიძლება ერთი 10 წელია ვარსებობდა 9 წელი მესმის რომ რა დროს ეგ არის. როდესაც აი და მე მიდის ხოლმე ჩამონაცვლე რომ ეს რაღაც ხან რუსები, ხან ის, ხან მოკლედ. ან ძალიან კონკრეტული საჭირბოროტო საკითხები რჩება ამას ამბობ. მაგრამ აი ავად რო ხარ ადამიანი და ექიმთან რომ მითხარ რაც ქრონიკული დაავადება რო გაქვს რა. რომ მიდიხარ და რომ ეუბნები რომ აი ეს ჭირს, აი კვდები აღარ შემიძლია და ის რო გეუბნება რომ იცი რა, ცხოვრების რეჟიმი უნდა შეცვალო. ან რაღაც პატარ-პატარა ცვლილებებს რო გეუბნება რა, რომელიც ამ შენ მდგომარეობას გამოვაკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. რომელსაც უცებ რაღაც დავიქნევთ, რაღაცა ხან ერთობას სახავენ ხოლმე ამ ჯადოსნურ ჯოხად, ხან რაღაც პრეზიდენტის ქარტიას, ხან რაღაც სისულელეს, აი უცებ რაღაც მოხდება და უცებ რაღაც კარგ ქვეყანაში გავიღვიძებთ. ეგეთ რამე არ ხდება. რა არის რეცეპტი? ამ ქრონიკული დაავადებიდან გამოსასვლელად საჭიროა წამალი და ცხოვრების წესის შეცვლა. წამალი არის სიმართლის ლაპარაკი. სიმართლის ლაპარაკი, რომელიც ოპოზიციის ხარისაც კი დეფიციტია. არა თუ ქართულ ოცნებას ვიღად ჩივის, კაცო, ოპოზიციის ხარისაც დეფიციტია. როზივართ და მელია რო გვიზის პირდაპირ და რო ვეუბნებით 40 მილიონი საიდან მოგივიდა წინა საარჩევნოთო და ხმას რო არ იყოს ფანჯარაში რო იყურება მურმაყროსავით ის ანეკდოტის არ იყოს. აი ამაზე საპატიმროშია. არა მესმის, მაგრამ მეოთხე ბრალი დაუმატეს. მესმის, მაგრამ ეს ხო მისი მაგალითი იყო, აი ქრესტომათიული მაგალითი, როგორ არ შეიძლება ოპოზიციაში იქცეოდე და იმედი გქონდეს, რომ მოუგებ ტყუილით ქართულ ოცნებას. ხო და აი წამალი ამ ყველაფრის არის ჩვენ მხარეს სიმართლის ლაპარაკი და ამის დაწყება და ცხოვრების წესის შეცვლა. ცხოვრების წესის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ. არ შეიძლება ადამიანს, რომელიც ეთერში აждდება პოლიტიკურ დებატზე, ერქვას პოლიტიკოსი. აი არ შეიძლება იმის თქმა რომ აი მე ქართულ ოცნებასთან სულ მზად ვარ და არ გედებატებიან ისინი და აი აქედან რა ძალას ქმნის შენ რომ მე შენ შესავაჭრებელი გქონდეს იქეთ ანუ წარმოგიდგენ ჩხუბში თუ მიდიხარ იქით იარაღებით მოდიან და შენ მუშტებიც არ გაქვს კუნთებიც არ გაქვს აი სად მიდიხარ ხო ჯერ აქეთ რაღაც უნდა დააგროვო ჩვენ ერთმანეთში უნდა გავერკვიოთ აქეთ დავლაგდეთ და მე გვექნება იმის ძალა რომ ქართულ ოცნებას რამე დაუპირისპიროთ თორე ეხლა რა ვიცი აჰა ვზივართ ეს და ვლაპარაკობ და შეასეთო შეისეთოთი შეგვიძლია გავიდეთ ფონს და კიდე ესე ვიქნებით წლები ხო და თუ ესე გავაგრძელებთ ის ქრონიკული დაავადება არსად არ წავა